დილა მშვიდობის ატკბილა. აბა როგორ ხარ, როგორ ბრძანდები, როგორ გიკითხო. აქ უკვე ნახეთ, ისეთი დროა, რომ შეგვიძლია ჩვენ დავსხდეთ უპრობლემოდ. ზე აქ არ არის. 12:23 წუთია. ყავა დავლიე უკვე. უნალეკო. ეხაც მინდა ყავა. არ ვიცი როგორი მინდა ნალექი თუ უნალეკო. ანუ საერთოდ არ მშია გუშინ იმდენი ვჭამე. ღამე მე KFC გამოვიძახეთ. საერთოდ დანახვა არ მინდა. ანუ აქამდე არ მინდოდა, ეხლა რაღაცა მინდა. რაღაცა ისეთი იყავა. ისა უნალეკო ყავა და ისა პატარა სნიკერსი რო დამრჩა ეგ. ამ შიმშილ ხნობა არ მაქვს რაღაცა. ისეთი მინდა ყავა და რამე ტკბილი პატარა. ისა დარინედა ჩემი. ყოჩა. აბა, დილამ მშვიდობის ახალხებო. ესე იგი. ხის თხილი. გადავწყვიტე რომ მოსადუღებელი ყავა მინდა. ასე მიხეთ ჩემო ძვირფასმა თავმა. ხოდა მოსადუღებელი მოვიდუღოთ. რია წავიდა. თონიკე და ანდრია წავიდნენ. იკა სამსახურშია. მე და ევა ვართ მარტო სახლში დღეს და ასე. ხო. ჩვენი ნათესავის ძალიან კაი ქალის სხვათა შორის. წლის თავია თუ 40 არ მახსოვს, მგონი წლის თავია. ხო, და ჩემი ახლონათესავი არ ყოფილა და ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ლიას უყვარს და ლია იყო. მაშინაც ეხაც წავიდა და დილას ადრე წასულა სამგორში. მოყიდია ვარდები, ისეთი ლამაზი ვარდები, წითელი, შინდისფერი, თუ ბორდოსფერი. ხო, 30 ცალი. ჩაიცვა. იცით რომელი შარვალი? მე რომ 72 კილო ვიყავი და შარვალი რო დამეხა ჩხოროწყოში და იქ რო ვიყიდე შიფონის შარვალი. ეგ ვაჩუქე რამდენი ხანია და ეგ ჩაიცვა. მე ის მეორადებში ნაყიდი ისა. რაღაცა რა ვთქვი 6 ზომით დიდი იყიდა მეთქი ეგეთი მინდა რომ კაი ვუყიდო. მუქი ლურჯი ზემოდან ეგ ჩაიჭოს შიგნით არც ვიცი რა ეცვარ და მინახავს და თუმები გაიკეთა ანუ დაიმაგრა სუნამოც დაისხა ანუ არასოდეს მთელი ახალგაზრდობა ისე გაიარა რომ მაგაზე ვოცნებოდი მთელი ბავშვობა რომ ვეხვეწებოდით მასაც არ იღებავდა ნახევარის ჭაღარა ქონდა ნახევარი შავი სულ შავებით დადიოდა სულ რაღაცა უშველებელი ტანსაცმელით დადიოდა ზამთარში პაპა ჩემის ძველი რაღაცა კურტკა ეცვა ხოლმე ხო და ეხა ჩაიცვა და წონა კვებით არასოდეს თავისთვის არ მოუვლია არასდროს მაგას კრემების ახალზე არ წაუსვამს არასდროს მაკიაჟი არ მახსოვს მე რომ გაეკეთებინო მაგრამ ყველაზე მთავარი მოვლა არის კვება რითიც ყოველთვის ძალიან აქცევს ყურადღებას და ისა
რო ჩადიოდა თან ეს დუხი ცხოდა ისხა და რო ჩადიოდა ისე კარგად გამოიყურებოდა. მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო მზე და მთვარე. რაქშია მითხარით რა გინდა? პაპა, გაკეთებ ახლა. ისე კარგად გამოიყურებოდა ის. უთხარი კარგად გამოიყურები მეთქი და გაუხარდა მე რაკენ ვუყურებდი რომ მიდიოდა და მე ამაყებო რა ვფიქრობდი. ძალიან ბევრი ახლა მეთქი ამის ასაკის ქალი ასე ვერ გამოიყურება მეთქი. თან იმის გალობაზე რა ცხოვრებაც აქვს გავლილი. და ისეთი სიხარულის სიამაყის გრძნობა მქონდა, რომელიც ალბათ მარტო გოგოებმა ვიცით, როცა შენ დედა არის ესე, ანუ როცა შენი შვილია, ანუ შენი შვილი გაიზრდება, რომ ჩაიცმეს და რომ მიდის და შენ დედა კიდე როცა შედის უკვე ასაკში, მაგრამ ანუ აი რომ ჩაიცმეს და მიდის და რომ ხედავ რომ ჯერ კიდე მშვენიერია და აი აქ ვუყურე და შემოტრიალა და ინახა ეგ ემოცია და ხელი დამიქნია და ესე მაჩვენა. კარგი ხარ და მეც შევაჩვენე. ხო და რაღაცა ისეთი ნათელი, ისეთი იყო შემოდის უხმამა ყავტიროდი, ისეთი იშვიათი გვაქვს ხოლმე ჩვენ. რეალურად ორივე ძალიან გვიყვარს ერთმანეთს, მაგრამ ესეთი მომენტები ძალიან იშვიათი გვაქვს ხოლმე და ისე მიხარია რომ ჩაიცვა, ის უნამო დაისხა, რაღაცა გაიბრაჭა, ისე მიხარია, ისეთი ბედნიერი ვარ. არც ერთ ჩვილს არ ჭირდება გოგოებო, რომ თქვენ თავი გაწიროთ, გააუბედუროთ მისთვის. მას ჭირდებათ რომ ლამაზი, ბედნიერი და გინახოთ, რამდენჯერ დამინახია ეგ ჩემი შვილების სახეებზე. როცა მე თავს კარგად ვქნობ და კარგად ვარ, რომ ისიც ძალიან კარგად არიან. ეხლავე გაგიკეთებ ჩემო სიტყვას, ეს ხალხო ის ფაფა არ არის ჭიანი, ის არ გეგონოთ, ეს ახალი ნაყიდია, სუფთა კარგი და თითქმის უკვე აღარ არის. ხო. ხოდა ალბათ დღეს დარჩება იქ და ხვალ მაწონი რომ მოაგიღო მეთქი მაწონი და აი თუ გინდა აიღე თუ გინდა არა მეთქი გინდა მინდა რომ თქვას ხოლმე რომ მინდა ანუ ხო ხტებით მინდა ხოდა კიო აიღეო მე მითხა მინდაო და არასდროს არ არის რაღაცის სწავლა გვიანი ჩემოწვიფასო გოგოებო აი არასოდეს არ აგვიანი და მიჯერეთ ხო და მაგრად ასე და რამხელა მნიშვნელობა კვებას აი უყურებ და ხვდები რამხელა მნიშვნელობა კვებას და მოძრაობას ლია მთელი ცხოვრება მოძრაობაში ძალიან მოძრავი ადამიანია არასწორებს ეგ ჩამომჯდარი ნახო და გაჩერებული სუდად ის რაღაც საკეთებს მოძრაობა და კვება ეხა გუშინ მაგალითად არაფერი არ ჭამა ხალხო პიცა არ ჭამა რამდენ იმიტომ არ ჭამაო ვერ იტყვი რომ ცოტა იყო 4 პიცა ქონდა აი ახლაც აწყვია ეს პიცები პიცა არ ჭამა როლებს არ ჭამს იმიტომ რომ ერთი-ორჯერ რო ჭამა როლი ეხლა ნეტა არ მეჭამა ეს საზაგლობაო ბრინჯიც მიყვარს თევზიც მიყვარს მაგრამ ეს არ მიყვარსო არ უჭამია ეგენი უთხარი მოდი გასნიჭ არა ერთადერთი რაც ჭამა მაგრამ ძალიან უყვარს კბილეული უბრალოდ არ ჭამს ერთადერთი ჭამა პატარა ნაჭერი თან რამხელა ნაჭერიაო ამაზე პატარა მინდოდაო მითხრა აი ის პრალინეს ტორტი აი ეგ ჭამა ძალიან დიდი სიამოვნებით მეტი არაფერი არ ვჭამია თავისი საჭმელი გაიკეთა ბევრი ბოსტნეულით და კიდე ჰერკულეს ჭამს ხოლმე ბევრი ბოსტნეულით საჭმელი და კიდე ისა მაწონი ხილი ხო ესენი იყიდა დღეს დილას ისინი რომ
ესა მე კიდე ეს აქ ჩაუწყვია ჭერამი არის ხო და კიდე რაღაცა კიტრებია იქა წყვია ეგენი და მოკლედ ეგრე ხო და სნიკერს მოვიტან რაოდე ფაფას ეხლა გიკეთებ ჩემო სიყვარულო ეხლა ვაკეთებ შენს ფაფას I am baby shark. Now, yes, I am mommy shark. You are baby shark. Mama is daddy shark. Esto te hasta mavis, da moale khave. Jen genაცვალოს დედა. შენ შემოგევლოს დედა. Oh, ეს ბევრი დავასხი სითხე. ხავნა მოშურეს ეს გაცივდა მან ჯემი კაფე. It's okay. It's okay. It's okay. Mommy shark. Mommy shark. მეც ჩემო ციცოცხლე ამებს წავიღებ იქამდე ჩვენსას ანუ წავიღებ აქ შევჭამ აქ აუსვია არა იქ შევჭამ აქ ცხელა რაღაცნაირად გარეთ აი შენი პაპა კეთდება ევიტუნი Tamam. I want to catch you, Dada. Catch me?
რუსულ TikTok-ზე ვიღაცა ქალია 46 წლისა. ყავს პატარა, რავი, რამდენი წლისა გააჩენდა. არც ვიცი. ამინდოდა კარაქი. ალბათ 44-ის ამ გააჩინა. ნუ 2 წლის თლად არ იქნება ბავშვი რა. ნუ ეგრე 2-მდე. ხოდა ისეთ მაგარ ფორმაშია. 50 კილოა. არ ვიცი მაღლაში რამდენია, მაგრამ ძალიან გამხდრად გამოიყურება. ძალიან მაღალი გოგოც არა, რა. როცა ძალიან გამხდრად, ანუ მე 50-ზე ეგრე გამხდრად არ გამოვიყურები ხოლმე. ხო და თან სულ ვარჯიშობს. რავი, კვებაზე არ იძახის არაფერს. როგორ იკვებება, მაგრამ ანუ რო გავაჩინეო, ვაფშე 57 ვიყავიო. ანუ პატარა რო ყავდა რა. უფრო პატარა და ხა მოვიმატეო ერთ წელიწადშიო 3 კილო. და 50-ზე ავიდა. ხო და აი მართლა ძალიან მაგრა გამოიყურება ხა. სახეზე ეტყობა ასაკი, ოღონდ აი ძალიან ახაც დაბერებული და რაღაცა არ არის და ხა ნუ რანაირად იქნება ძალიან დაბერებული 56 წლის ასაკში, მაგრამ აი ჩვეულებრივი ისეთი გოგოა, რომ როგორ გითხრა, აი ბოტოქსები და ეგენი არა რა. უბრალოდ რაც არის ბუნებრივად არის რა. და ეგეთები უფრო ცოტა უფრო დიდად გამოიყურებიან ხოლმე. ხო. მოგეთ ნაოჭები არ აქვს, შვენივრად გამოიყურება და თან კაი წონაზეა რა და ისეთ კომენტარებს უწერენ. ისეთ საზიზღარ კომენტარებს უწერენ. ერთმა დაწერა ისახა რომ სუპნაბორიო. ხალხო. აი ეხლა მე არ ვარ ჩემს სასურველ ფორმაში და საერთოდ 70 კილოს ვიყავი, მაგრამ რო ვხედავ ადამიანი ეგეთ კაი ფორმაშია, კი არ ვგიჟდები და კი არ ვეუბნები პირიქით, ვაქებ. I love you. ვიღონ ცხელია და ეს ჯერ ცოტახანი დაელოდი, ნახე ცხელა. ამას უნდა შეუბრალო. მოდი გადაგიციო ერთი წუთი პატარა თებში და გადაგიღო. ხო და ანუ ის რაღაცას უწერენ ქალები, რომ აი რო შეგწხვება, როცა შეჭა. დაახლოებით შეუბერე. დაახლოებით იმხელა შვილი ყავს, ცოტათი პატარა შვილი ყავს, ვიდრე თავისი პატარა შვილი. ანუ გოგონა ყავს უფროსი, მერე ბიჭი ყავს და მერე ეს ეხლა პატარა. აურა კარგია, როცა შორტს აქვს ჯიბე. ყოველთვის ისეთი უნდა ვიყიდო, ხომ ეს არ გამორთე? კი, გამორთე, просто ცხელია. რომელსაც ჯიბე აქვს, ჩემთვის განსაკუთრებით. მოვაძრე ამის თავი. შტატებს წავედით. მე და ვიტონი ვარ ყალყოჟაღში მარტო. გოგოსკები. ასე ვეცებ უკვე ზღვაზე ბინას. რო დავჯავშნო. ჩემი მაისური. ერთხელ მეცვა გუში. ერთი წამი. ესე. ვეცებ რო დავჯავშნო, იმიტომ რომ ფონი მქონდეს 7. წელს მე მგონი ნაკლები. ანუ ერთი წელი იყო ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო, 10 დღე რო ვიყავით ჩვენ მაშინ. მე შარშანი იყო და წელს მე მგონი ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის, ესე მგონია.
რომ განცხადებები ძალიან ცოტა იყო. ვეძებინას ანუ თუ რეალია, არა, შანს ამბობს დავიწყო მგონი. კაცვიდა. უშცივია. ჩვენ მოიწაია. თუმჯეროდეს. მაგარია. რა მაგარია. ყველას დიდი მადლობა. ვინც მომილოცეთ. თოკოს დაბადების დღე. ძალიან გამახარეთ. ახლა რაკეტი მინდა დაიყვანო. მოდი ვარ. it's okay. It's okay. Nice. Not at all, because I made a few adjustments to the motor this morning. Nice. Okay, I think I should go with that. I got my phone now. I got my phone now. უნდა ვიყო ყველანაირი შოკოლადები ჩემთვის და ჩაბიყარვა რომ მქონდეს. აი ზოგჯერ არის რა, ახლა მაგალითად არ არიან სახში რაღაცა. რა მქონდეს რა? ყოველი ვარიანტისთვის. ყავა ფუჭებს გემოს. არ მიყავისდი. ყავა მიფუჭებს სნიკერსის გემოს. არ ყავისდი, ვარ ჭამისდი. სახში არ მომხდებოდეს ეს ფარდა. ვერ მომწონება. მეცოკაია. არა უშავ რა ქნა. რა ხდება? რა მოხდა? არა უშავრეთ. ეგეთ რაღაცებზე ბოდიშს მოიხდი. It's okay. When you little boys have stopped squabbling, maybe the wise Dada una kadaru. work out how we get back. Dada ikaru. Ui. Father Christmas could Dada ikaru. კი. ავიღე. მეცეთრი გადავწმინდა მაგასაც. შენ არ იღელო ჭამე და თუ დაგესურება არა უშავს მე გავწმენდა. არ ინერვიელა. It's okay. Papa ზოგჯერ ესე იღვრება. It's okay. შემოგევოსდე. თამბებში მოსვა. დასმული ქონა მაგიდაზე, მე მეგონა რაღაცა ისეთი იყო. და როგორ განიცდის. ყველაფერს ძალიან საყვარელი ბავშვი. ხალხო წელს 26 წლის გავხდები და ვფიქრე 27 სხვა ხდები. ხო არა 36 ხდები 35 სხვა ადამიანი წლებს იმატებდეს არ მინახავს.
აქ ის ინტერნეტი. აუ, რაღაცა ძალიან უგემური ყავაკავა ეგეთი, რატო არ ვიცი. ხართ რამდენი მოლოცვა, დიდი მადლობა ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხართ. რამდენია? ძალიან მაგრად მიყვარხართ, მინდა რომ ყველა ვაჩვენო თოკოსაც დავაკითხო. ძალიან გაუხარდება. მწყურია. დღეს არ ავიწონე. იმიტომ რომ ნახშირწყლები ვჭამე გუშინ და ნახშირწყლები იკავშირეს ამ ბევრ სითხეს. ანუ ისეთ დასწებული ვიქნებოდი დღეს და ის პლუს 2 კილოს მაჩვენე და გული დამარტყავდა. ამიტომ დღეს საერთოდ არ ავიწონე. ხო და მწყურია. შეიძლება ხვალ ავიწონო, არ ვიცი თუ გავბედე. თუ არა და ანუ ამ ბოლოს სასწორი ძალიან დაკიდებული მაქვს, იმიტომ რომ რეალურად მინდა რომ ისარგეში ჩავიხედები, ანტრე ვიყავი ხოლმე ორიენტირებული ციფრებზე, ვაფშე არ მაინტერესებს ციფრები. სარკეში ჩავიხედები. მინდა რომ ჩემი ანარეკლე ისეთი იყოს, როგორადაც მე ჩემ თავს გრძნობ. ანუ ერთი-ერთში დამთხვეული. всё. და რა აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნება იქ კგ-ებში. და აი ყველას ჯანსაღი მიდგომა. რომ მომკლავ წყალსარით ვერ დამალევინებ. ეს არის ძალიან მიყვარს. და იმ შევერწყობას ვერ მივაყენებ, რომ შევიძულო და ძალიან დაბლი. ეს 9 ლიტრი იყო, ხო. ძალიან მაინტერესებს დღეს რამდენს დავლევა ესეც. ანუ სურვილით, დაძალებით არა, იმენა მინდოდა. ახლა იცი, ხო შეიწოვა ჩემო რგო და გიგობასაც არც დამილევი ეგეთი განცდა მაქვს. ეგრე ვიცი ხოლმე, ზედმეტს რო ვჭამ იმ დღეს და მეორე დღეს ეგრე ვარ ხოლმე. არ შეგიშინდეთ. It's okay. ეს ქალი გამოჩნდა. მას უყურებდი ხოლმე და არ ჩანდა ძალიან დიდი ხანი. მშვიდობი შეხალხო. ვერ ვიტანამ სიმძიმის შეგრძნებას, რომელიც მაქვს ხოლმე დარღვევის მენახეთ როგორ დაციებული ვარ. სახეც დაციებული მაქვს, აი ესენი მე ვიცი, მე ვხედავ შემოვი მე ვერ დაინახს, მაგრამ მე ვხედავ. ანუ მუცელშიც ეს სიმძიმის შეგრძნება, ანუ ეხა ხო ჯერ აი რა ვჭამე, ხო? არაფერი არ მიჭამია და 12 ხდება და მე უკვე 9-ზე ნაჭამი მაქვს ხოლმე, 10-9 ხა, 10-ზე მაქსიმუმ, ზოგჯერ 9-9-ზეც კი და ანუ საერთოდ არ მქონდა შიმშირის განცდა. ეხლაც ანუ შიმშირის განცდა კი არ მქონდა, მინდოდა პროსტა ეს ყველაფერი ხო ხდებით. ხო და ანუ აი ჩემი ორგანიზმი თვითონ იმაშვება, რომ აი მოიშოროს ეს ყველაფერი, რაც ზედმეტი არის იგივე ის საკვების ნარჩენები, იგივე ზედმეტი ყველაფერი და აი რატომ მინდა ეს წყალი და ეგეთი რაღაცები. ანუ დამიჯერეთ, რომ ეჩვევა ორგანიზმი. რაოდე? აქ ვარ. ეჩვევა ორგანიზმი კარგ საკვებს და მერე როცა აწვდე დიდი რაოდენობით და თან ჯანკს, ანუ არ სიამოვნებს, აი ძალიან დიდი ბოდიში ამ დეტალებზე, მაგრამ გემართება შებერილობა,
გემართება ფაღარც თავისით, ანუ იმიტომ როცა შეჭამ რაღაცა ისეთს, რასაც დიდხანს არ ჭამდი. დიდხანს არ ჭამდი კი არა, ყოველდღიურად მაგალითად რომ ისეთი საკვები გაქვს, ბოსტნეული, ბურღულეული, თუნდაც პური, თუნდაც ცილა, ყველაფერი, მაგრამ აი ნორმის და სომიერების ფარგლებში მე ბევრი რუა და თან ცხიმიანი და ისეთი, მე ყოველთვის საისახებ, ანუ ორგანიზმი გზნობს ეს რასაც იზღრობა და შენც გზნობ და ერთი სული გაქვს რომ დაბრუნდე. მე ეგრე მაქვს და ძალიან მიყარია. აი მე როგორ მიყვარ ხარ ჩემო baby shark. აბა, კარგ დღეს გისურვებთ.